მე ძალიან მწამს, ღრმად მწამს, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. ცუდი რო ცუდია ამაზე ერთიანი აზრი შემუშავების პრობლემა ქონდა. იმიტომ რომ ემოციურად არ გინდა აღიარო, ასე ვთქვათ, აღსარებასთან დაანახლო დგას ეს. მოდი მთლიანად განვიხილოთ, რანი ვართ, რა შეგვიძლია, რა ვერ შევძელით და ეს ღიად ვაღიაროთ. როდესაც ესეთი რწმენა გაძლიერდება, მერწმუნეთ, რომ უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს პრაქტიკულად გადაუწყვეტელად გვეჩვენება, ელემენტარულად გაქრება. აი ეს მოვლენა 1700 წლის თავი. ამ ხრივაც ძალიან საინტერესოა, რომ მოდი ყველა ერთად დავფიქრდეთ არა მარტო იმაზე, რა მოხდა, არამედ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ წარმართოთ ჩვენი მომავალი. ეს არის დაუსრულებელი გზა აი ამ სრულყოფისკენ. რასაც გვასწავლის ქრისტიანობა. თუ შევეცდებით რაღაცა გავიგოთ, ერთმანეთს გაუზიაროთ, მივიღოთ გარკვეულწილად რაღაც შენიშვნები, ეს არის მშვენიერი გზა განვითარებისთვის. მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს შეხვედრა ბატონ კახაჩიტაიასთან, დიპლომატთან, განათლებით ფიზიკოსთან, საერთაშორისო დონის ურთიერთობის ძალიან კარგ სპეციალისტთან და ჩვენ გვაქვს პოდკასტი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის თავთან დაკავშირებით და ვფიქრობთ საინტერესო საუბარი გვექნება ჩვენ სტუმართან. ბატონო კახა, მოგესალმებით. მადლობა მომბრძანებისათვის, მადლობა რომ დრო დაგვითვეთ. ბატონო კახა, 1700 წელი გავიდა, რაც ქართულმა ერთობამ გადაწყვიტა სახელმწიფოებრივად ეღიარებინა რელიგია, საწუნოება, რომელიც მოიტანა იესო ქრისტემ. მან ჩათვალა, რომ ეს არის ის გზა, ჭეშმარიტების გზა, სადაც ამ ერთობამ უნდა იაროს. როგორ ფიქრობთ თქვენ? პირადად თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაა ეს და რატომ? პირველი რაც მინდა მოგახსენოთ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, რომელსაც ჩვენ ვზეიმობთ ამ წელს. 1700 წლის წინ ეს სახელმწიფოებრივ დონეზე ავიდა ეს. რა თქმა უნდა, მანამდე იყო მოსამზადებელი პერიოდი, ანდრია პირველწოდებულის გადაგება, მერე წმინდა ნინოს მოღვაწეობა და აი ეს დაგვირგვინდა აი ამ საოცარი, ასე ვთქვათ, თარიღით, ამ საოცარი დღით, როდესაც მეფე მირიანმა და ანა დედოფალმა მათი დიდი დამსახურება ეს, მათ გამოაცხადეს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ანუ ეს ნიშნავს, რომ მთელი ერი, მთელი მისი მიმართულება და ენერგია მიემართა სწორედ აი ამ ქრისტიანობის ქადაგებასთან, მის არსთან. ამან რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებებში და სრულიად სხვანაირად წავიდა. მე ვფიქრობ, განათლება, კულტურა, ეს ხელოვნება, რომელიც ამასთან იყო დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა და მთელი მიმართულება, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა, როგორ უნდა განვითარებულიყო ჩვენი ერი. ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და დღევანდელი, ასე ვთქვათ, სიმაღლიდან რო გადავხედოთ, რომ აი როდის გადაწყდა ჩვენი, მოდი პირობითად დავარქვათ, ევროპული მიმართულება. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ევროპული კულტურა, დასავლური კულტურა სწორედ ქრისტიანობაზეა დაფუძნებული. და აი ამ გადაწყვეტილებით შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, პირობითად, რომ აი ქართველმა ერმა ჯერ კიდევ როდის მიიღო გადაწყვეტილება, რა გზით ევლო. ხო, იმიტომ რომ რეალურად ისევ პირობითად შეიძლება თქვათ, რომ არის ორი მიმართულება, ეს დასავლური, ეგრეთ წოდებული დასავლური და აღმოსავლური, უფრო თქვათ, რელიგიურადაც განსხვავებული და ძალიან ბევრი რამით განსხვავებული. ამის გამო მე ვფიქრობ, რომ აი ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი როდესაც ჩვენი ის
მოძრაობა შეიქმნა ის რაც გვაერთიანებს. ძალიან საინტერესო აზრი, რა თქმა უნდა ეს იყო საპატრიარქოსთან, რა თქმა უნდა ურთიერთობით, მაგრამ ეს არის დამოუკიდებელ ადამიანთა რაღაცა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეულად როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ისტორიულად და კულტურულად შეფასდეს თუ რა მოგვიტანა აი ამ გადაწყვეტილებამ 1700 წლის წინ მიღებულ. ძალიან საინტერესო ბატონო გახარატო იცით ჩვენ საუბრობთ არა მარტო 1700 წელთან დაკავშირებით თქვენი აი ამ მოსაზრებიდან გამომდინარე არამედ საუბრობთ რაღაცა კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოვლენაზე როდესაც სახელმწიფო რელიგია ცხადდება რაღაც აღსარებლობა თითქოს და მით უმეტეს ჩვენ რეალობაში ეს ასე იყო რაღაც ერთობა იკვრება მაგრამ 1700 წლის შემდგომ როდესაც უკვე ჩვენი ქვეყანა სეკულარულია და არ არის ასე ვთქვათ რელიგიური კონფესიური არ გახლავთ ის არის რაღაცა ბირთვი რომელიც მოიძებნება მაინც და მაინც საზოგადოებაში ეს არ იყო რელიგიური ინიციატივა ვთქვათ რელიგიური ინსტიტუციის ინიციატივა, ვთქვათ ეკლესიის ინიციატივა. შესაძლებელია ეკლესიას აქვს თავისი ხედვა და ის ყოველწლიურად იხსენებს მირიან მეფეს და ნანა დედოფალს და აქვს თავის სასწავლო პროგრამაში აი ამ კონტენტის კარგად გააზრება, მაგრამ როდესაც 1700 წლის მერე არსებობს ქვეყანაში, სეკულარულ ქვეყანაში უკვე საზოგადოება, რომელიც არ წყდება აი ამ წიაღს. ის სრულიად საერო საზოგადოება, მას თავისი შეხედულებები აქვს, პოლიტიკური, სოციალური, ფილოსოფიური, ასე შემდგომ და ასე შემდგომ, მაგრამ არის ის, რაც აერთიანებს. და ეს არის სწორედ გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოებრივად 1700 ეს მე ვფიქრობ, ბატონო გახა, ეს მე ვფიქრობ, რომ ალბათ ქრისტიანობამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნიშნით, რაც მოგცა დაგვიტოვა დღევანდელ დღემდე, ეს არის საზოგადოებრივი ერთობის გააზრება და ამის მნიშვნელობა. როდესაც ქვეყანაში საზოგადოებას თავისი დანიშნულება ჯერ კიდევ აქვს და მაინც აქვს მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ხო ძალიან მძიმე წლები გავიარეთ. აი საზოგადოება და ერთობა არ მოიშალა. ეს ალბათ სწორედ ამას უკავშირდება. გეთანხმებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ რწმენისა თქვენ რომ ბრძანეთ რომ ეს არის ინიციატივა, ესე ვთქვათ, აი სეკულარულ ქვეყანაში. რაც თავისთავად მე არ მიმაჩნია თუ სეკულარობა თავისთავად არ არის არც უარსაყოფი, არც არის სხვადასხვა მოსაზრება. აი ამ სეკულარულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რწმენის საკითხი. აი ჩვენ როცა ვიკრიბებით და ეს ინიციატივა ჯგუფი როცა ხდება ერთმანეთს, ჩვენი გეგმაა რომ რაც შეიძლება ფართო, ასე ვთქვათ, მასები ჩვენი მოსახლეობის ჩაერთოს აი ამ გააზრებაში. აი იმ საკითხში თუ რა მოგვიტანა ჩვენ აი ამ საოცარმა გადაწყვეტილებამ, აი ამდენი საუკუნის წინ. და მე ვფიქრობ, რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა აუხსნათ ყველას ბავშვებიდან დაწყებული და დასრულებით დამთავრებული, რომ თავარი არის რწმენა და ის სიყვარული და ის საოცარი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რომელიც ქრისტემ შემოგვიტანა და ქადაგებდა ამდენი ხნის წინ და რომელმაც აი ესე მოიცვა და განსხვავება მაინც დიდია, უნდა ვაღიაროთ, ხო, რომ იმის მიხედვით რომელ რელიგიის მიმდევარი ადამიანი ეს ძალიან დიდ დახს ასვავს თქვათ მის განვითარებაზე, მის ყოფით კულტურაზე და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეს ინიციატივა სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ რწმენა არ დაიკარგოს. იმიტომ რომ ყველაფრის ერთიანობის, სიკეთის, სიყვარულის საფუძველი მაინც არის რწმენა. და აი გააზრება თუ რა მოვლენა იყო, ხო, ეს ქრისტიანობა, ეს ქადაგებები, თქვა წმინდა მამების მოღვაწეობა და ამ შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მოგვეხმარება ჩვენ თუ თავარ საწყის დაუბრუნდებით რწმენას.
მიუხედავად განათლების ცენზისა, მიუხედავად სხვადასხვა სახის მოღვაწეობისა, აი ეს არის ჩვენთვის გამაერთიანებელი. როგორც კი ეს გაჩნდება, ეს შეგრძნება და ჩვენ ალბათ მე ვისაუბრებ თვითონ ეკლესიის როლზე, თქვათ მის მომავალზე, პერსპექტივებზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ეს უნდა ეფუძნებოდეს აი იმ დიდ რწმენას. და როგორც კი ეს რწმენა, ასე ვთქვათ, უფრო ხელშესახები გახდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, მე ვფიქრობ ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენი ერის წინაშე დგას, გარკვეულწილად ძალიან მარტივად გადაწყდება. გეთანხმებით აბსოლუტურად. მოდანგახა, აი თქვენ ახსენეთ უკვე ეკლესიის როლი. თქვათ, შესაძლებელია შეიძლება კვლევისაგანიც იყოს გარკვეულწილად, მაგრამ უფრო ნათლად ჩანს ეკლესიის როლი იმ ეპოქაში, როდესაც უკვე საქართველო აცხადებს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობას, იქ პრობლემები ჩნდება და ეს პრობლემები საქართველოსი არ არის მარტო ბიზანტიის იმპერიაში 10-ჯერ უფრო დიდი სიმძლავრით გამოჩნდა ეს პრობლემები, რაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოყვავინაიდან ეკლესიამ ამ დროს უკვე პასუხისგებლობებიც აიღო როგორც ინსტიტუციამ, რელიგიურმა ინსტიტუციამ, მაგრამ აი დღეს 1700 წლის შემდგომ ეკლესიის როლი არა მარტო სიტყვაზე ვთქვათ ქრისტიანობის ქადაგების და ქრისტიანული ჭეშმარიტების დამტკიცების თვალსაზრისით მისი ვალია და მისი მისია და ყოველთვის აქვს ეს. მაგრამ აი დღეს, როდესაც ჩვენ გვაყავს მომავალი თაობა, რომელსაც ვახსენებთ მთელი სიმძლავრით და მთელი მონდომებით, რომ 1700 წელი გავიდა აი ამ მოვლენიდან. აი აქ ეკლესიის მოღვაწეობას, ეკლესიის როლს, მის აქტიურობას როგორ ხედავ და რა მნიშვნელობას ანიჭებთ? ხო, ძალიან საინტერესოა და ჩემი სწორედ ამაზე მინდოდა ძალიან საუბარი. ნახეთ, დღევანდელი დღეს ეკლესია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მე წარმოვიდგინოთ აი იმ დროს 1700 წლის წინ და შემდგომ პერიოდში ეკლესიას ჰქონდა სრულიად განსაზღვრული ფუნქცია. გარდა აი უამრავი ყოფითი თუ სულიერი საკითხებისა, რაც ეხმარებოდა ეს თავის მოსახლეობას, ხო, პრობლემების გადაწყვეტაში. ჰქონდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, განათლების ფუნქცია. აგერ იყალთოს აკადემია, გელათის აკადემია, ფაქტიურად ეკლესია იყო, მოდი ესე ვთქვათ, აი რაღაცა უზარმაზარი საუნივერსიტეტო ფუნქციის მატარებელი. ანუ განათლებული ადამიანი განათლებას იღებდა სწორედ ეკლესიის მეშვეობით. შემდეგ წლების განმავლობაში ეს ფუნქცია მოიშალა. ეხლა ეს ფუნქცია არ აქვს, ხო? უნივერსიტეტი არსებობს, უნივერსიტეტები, მთელი სისტემა განათლების და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს დღეს დღევანდელმა ეკლესიამ და არა მარტო ჩვენმა, არამედ ზოგადად საეკლესიო მოღვაწეობამ უნდა კარგად გაიაზროს, რას თავაზობს ის ადამიანს. ანუ რა უნდა იყოს მისი ფუნქცია. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა გამოდის გარემო, არა დაკავშირებულია ამ ჩვენ განვითარებასთან, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, აი ეს საგანმანათლებლო ფუნქციის მოცილება ეკლესიიდან, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა მის განვითარებისთვის და მისი როლისთვის და თუნდაც იმ გამოწვევებისთვის, რომელიც დღეს აქვს ეკლესიას აშკარად. აი ხო, ბევრი ადამიანი, თქვათ, არ დადის ეკლესიაში, თქვათ, არ გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი და არასწორია, რომ ამ პროცესში დავადანაშაულოთ მხოლოდ ერთი მხარე. თუნდაც ის მხარე, რომელიც თქვათ, არიღებს ამ რელიგიურ გარკვეულ დოგმებს თუ მოსაზრებებს და შემდეგ. ყველა დამნაშავედ, ერთი ქრისტიანობა მაგას მოგვიწოდებს, რომ პირველ რიგში შენ თავზე უნდა იყო პასუხისმგებლობა, შენი თავი ჩათვალო, რომ აი რაღაცა ეტყობა არასწორი ხდება, რომ განვითარდე და ეს, ასე ვთქვათ, გამოსორდეს აი ეს მდგომარეობა.
ეხლა ეს ძალიან რთული საკითხია, ეს უფრო თეოლოგიური საკითხებია და ამას გარკვეული განათლება სჭირდება, მაგრამ საუბარი აი ამ საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ეს მოვლენა 1700 წლის თავი ამ ხრივაც ძალიან საინტერესოა, რომ მოდი ყველა ერთად დავფიქრდეთ არა მარტო იმაზე რა მოხდა, არამედ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ წარმართოთ ჩვენი მომავალი. აი ამ ხრივ არის ჩვენთვის ეს 1700 წლის იუბილე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ წარმოიდგინეთ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანის ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხთან. ხო? ეს არის სულიერი სამყარო და სულიერი ცხოვრება და როგორ უნდა წარმართოს ადამიანმა, აი თუნდაც ყოფითი და ფიზიკური ცხოვრება, რომ რაღაცა ჰარმონიაში იყოს ეს ორი ცხოვრება და განვითარება. ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან ოპტიმისტი ვარ ბუნებით და მე მგონია, რომ მოიძებნება ეს პოტენციალი იმისთვის, რომ აი საკითხები ჩვენ ერთად გადავწყვიტოთ. მაგრამ უნდა დავიწყოთ სიყვარულით, უნდა დავიწყოთ იმ საოცარი ქადაგებით, რომელსაც ქვია ქრისტიანობა ზოგადად და აი ამ პირობებში შევეცადოთ მივეხმაროთ თუნდაც ჩვენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩამოსილდა ამ სულიერ ცხოვრებას. და ეს უნდა ძალიან დიდი სიყვარულით, რუდუნებით და მოთმინებით მოუწოდოთ მათ, ესე ვთქვათ. ბატონო, გეთანხმებით და აი აქ მე ვიჯნავ ხოლმე ერთმანეთისაგან ორ მოვლენას. ეს არის აი ტერმინოლოგიურად უფრო კარგად გამოვხატავ ამას. ეს არის ორი ტერმინი, არის ერუდიცია და არის განათლება. ჩვენ დღეს ნაკლებად გვაქვს ერუდიციის პრობლემა, ალბათ უფრო განათლების პრობლემა გვაქვს. ანუ გვაქვს პრობლემა იმისა, რისი მიმწოდებელიც არის სწორედ ეკლესია და ქრისტიანობამ. ეს ნათელი შემოიტანა ჩვენ ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოს ქრისტიანობაში, ნათლის ღებას უწოდებთ. ამით ვიწყებთ ქრისტიანობას, ხო? ნათელთან ზიარებულები ვართ. და ამ ნათელთან ზიარებულობა უკვე ჩვენ გვაძლევს გარკვეულ პასუხისგებლობებს და გარკვეულ სივრცეს მოღვაწეობისას. ანუ როდესაც საუბრობთ განათლებაზე, მე სწორედ აი ეს მინდა, ეს გამოვკვეთოთ თქვენი ამ პასუხიდან, რომ აქ არ არის საუბარი სიტყვაზე თქვათ, რომელიმე მეცნიერების განვითარების ვალდებულებას. ეს ვალდებულება თავის თავზე აიღო საერო სივრცემ და მან უნდა მიხედოს ამ იმას, მაგრამ ჩვენ გაგვიდგა სხვა პრობლემა, თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენ შეიძლება გვყავდეს კარგი სპეციალისტი, მაგრამ განათლებისგან შორს იდგეს. კარგი, მაღალი დონის სპეციალისტი, მაგრამ ამ ნათელთან ზიარებულობისაგან შორს იდგეს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო, როდესაც ისმის ამბიონიდან ქადაგება, ხო? მაგალითად ნეტარხსენებული ჩვენი წინა პატრიარქი ილია მეორე ამას აკეთებდა. თამამად შემიძლია ვთქვა 24 საათი და ახალი პატრიარქი მისი უწმიდესობაშიო მესამე ზუსტად აი ამ გზას გადის და მთელი სიცხადე ჩანს ეს უკვე. ეს ამბიონი არ არის საკმარისი? არა ერუდიციის, არამედ განათლების მისაცემად. არ არის ამბიონი საკმარისი? რამე სხვა რამე უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიტყვაზე ვთქვათ, მომავალმა თაობამ აი რაც თქვენ ბრძანეთ გაიაზროს რას ნიშნავს ისაც 1700 წლის წინ მოხდა. ძალიან საინტერესოა ეს საკითხიც. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ არის ერუდიცია, ანუ მოდი ესე ვთქვათ, ზოგადი ცოდნა, რაღაცა ფაქტების, კი ბატონო, და არის განათლება. თვითონ განათლებაც რაღაცა ქართული ჩვენი ენა ხო რაღაც შესანიშნავად გამოხატავს გარკვეულ მოვლენებს და ახაც განათლება ნათლობასთან და ნათლიობასთან არის დაკავშირებული და ეს მართლაც სხვადასხვა საკითხებია. ეს ერთი. მეორე აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული აი ამ პრობლემებიდან ეკლესიის როლის განსაზღვრის თვალსაზრისით. აი ამ პრობლემებიდან გასასმელია ის როლი, რომელიც თვითონ
სასულიერო პირებს გააჩნიათ. აი თქვენ ბრძანეთ რომ აი ქადაგება ამბიონიდან არის თუ არა, რა თქმა უნდა არის. გარკვეულ თვალსაზრისით და გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში არ არის საკმარისი. იმიტომ რომ თქვათ ან განათლება აკლია, ან სიღრმე აკლია, ან გამოცდილება, არ მინდა ახლა მე ძალიან ღრმად შევიდე ამ საკითხში, ამიტომ თავისთავად ეს მექანიკურად არ შეიძლება მოხდეს. ეს უნდა იყოს მიმართული, აი თითოეული ღვთისმსახური უნდა მიმართული უნდა იყოს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რომ ქრისტეს ხატი აღიბეჭდოს ერში. ეს ურთულესი ამოცანაა. ზოგიერთი არ არის ამისთვის მზად. ანუ ბევრი საკითხია, რომელიც ჩემი აზრით უნდა ღიად, მშვიდად და ისო ქრისტიანული მიდგომით უნდა იყოს განხილული. აი მაშინ მოხდება ჰარმონიული განვითარება. მე ჰარმონიულ განვითარებას ვუძახი, როდესაც ადამიანი ერთი მხრივ მოღვაწეობს ყოფიერად, იქნება ეს მეცნიერება თუ სხვა დარგი თუ ამ შემდეგ და ასევე სულიერი. თუ აი ეს ორი ასე ვთქვათ მოღვაწეობა გარკვეულ ჰარმონიაშია და ერთმანეთს ასე ვთქვათ ხელს უწყობს, აი მაშინ არის ძალიან სერიოზული შედეგებზე შეგვიძლია თქვათ ასე ვთქვათ ავიღოთ გეზი. და ეს შესაძლებელია. მე უნდა მოგახსენოთ რომ მე ძალიან მაღალი აზრის ვარ ქართულ მოსახლეობაზე და საქართველოს მოსახლეობაზე. ეს მართლა ძალიან ნიჭიერი, ძალიან გონება გახსნილი, ძალიან სხვანაირი ერია, მე ეს მიმაჩნია. თუმცა მე რა თქმა უნდა, ღმერთთან დავიფაროთ, სხვა ერებს არავის არ ვაკლებ, რა თქმა უნდა. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ გარკვეულ პირობებში და რა თქმა უნდა, უფლისნებაც თუ იქნება ამისა, ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს. მაგრამ ჩვენ სწორედ უნდა ვიაროთ, სწორი გეზი უნდა გქონდეს და არ უნდა შევიზღუდოთ რაღაც მექანიკური გადაწყვეტილებებით ან მექანიკური რაღაცა მოწოდებებით და შემდეგ. ეს უნდა გახდეს თელიერის საზრუნავი. და ისევ ვიმეორებ, აი ეს 1700 წლის, აი მოდი ვთქვათ, ჩემთვის ეს არის ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, საფუძველი იმისა, რომ მოდი მთლიანად განვიხილოთ, რანი ვართ, რა შეგვიძლია, რა ვერ შევძელით და ეს ღიად ვაღიაროთ. იმიტომ რომ რეალურად ხო აღსარება ხო ეს არის, როდესაც შენ ღმერთის წინ ღვთისმსახურს აბარებ საკმაოდ შენთვის ესეთ საკითხებს, რომელიც შენ ვერ გადაწყვიტე, შეგეშალა თქვათ და შენი თავი უნდა მიიღო სწორედ აი იმ ცოდვასთან ერთად, რომელიც ბუნებრივად ჩვენში ყველაში არსებობს. ფაქტიურად ჩემი აზრით ეს რას ნიშნავს, რომ შენ თავს უნდა აპატიო პირველ რიგში ის არასწორი ნაბიჯები და თქვათ ულამაზო საქციელი, რომელიც სამად თუ იმ დროს ჩაგიდენია. ზუსტად ასე უნდა მოხდეს ერის ცხოვრებაში. მოდი ვაღიაროთ, თქვათ, რა პრობლემები გვაქვს. იმიტომ რომ ამის საპირწონე რა იქნება, ბატონო გიორგი, რომ თქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვართ არაჩვეულებრივი ხალხი, ასეთი უდიდესი და უზარმაზარი კულტურის და ფეხი-ფეხზე შემოვიწყოთ და დავანებოთ, ასე ვთქვათ, მოღვაწეობას თავი. ხო, ეს ხო მიუღებელია, ხო? ტრაგედია და დასასრულია. ეს არის დასასრული. და ამის საპირისპირო არის პირიქით, რომ ჩვენ თქვათ, რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, შეიძლება ვაქვთ კიდევაც ჩვენი თავი, როგორც ახლა ჩემთვის მე უფლება მივეცი და ერთად ვიაროთ წინ. აი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ერის, ასე ვთქვათ, პროგრამა, საპროგრამო, ასე ვთქვათ, გეგმა, რომელიც მიგიყავს ჭეშმარიტებამდე. ეს მიგიყავს ერთი მხრივ, როგორც ძალიან სერიოზულ განვითარების დონემდე, ასევე სულიერი თვალსაზრისით აი იმ საოცრებასთან, რასაც ქრისტიანობა და ქრისტიანობის იდეა ქვია. და
აი ამის აღიარებაში არის პრობლემა, ვერ ვაღიარებ, ვერ შევთანხმდით რა ვერ გავაკეთეთ. ვანი ძალიან რთულ საკითხებზე გადავიდით. ალბათ არ ვიცი, მე უბრალოდ მოგიწოდეთ და თქვენც იფიქროთ. გასაგებია, ბატონო, რატო გეკითხებთ? აი 1700 წლის წინ ჩვენ შევთანხმდით რა უნდა გაგვეკეთებინა. ხო? გავიდა 1700 წელი და ახლა აი ამ ხნის განმავლობაში გადავხედოთ ჩვენ ისტორიას, ბევრი ნგრევა იყო, ბევრი შენება იყო, უფრო მეტი ნგრევა იყო ალბათ არა, ვიდრე შენება, მაგრამ შენება თუ დაიწყებოდა, ისეთი ძალით დაიწყებოდა, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებდა ვერაფერი, ხო? მერე ნელ-ნელა ნგრევაც იწყებოდა, ხო? ალბათ პრობლემა იყო ამაში, რაღაცაზე, რაც არ ვარგოდა, იმაზე არ ვამბობდით, რომ არ ვარგა. რაღაცა ცუდი რაც იყო, იმაზე არ ვამბობდით, როგორც ერთიანად შეგვიძლია ვთქვათ, კარგზე კარგი, აი ცუდი რო ცუდია ამაზე ერთიანი აზრის შემუშავების პრობლემა ჰქონდა. იმიტომ რომ ემოციურად და არ გინდა აღიარო, აი ზუსტად აი ასე ვთქვათ, აღსარებასთან დაანახლო დგას ეს. ახსარება ხო საოცარი აქტია, რომ შენ მიდიხარ და ღვთელმსახურს უყვები იმას, ისი გახსენება არ გინდა და ბევრად უფრო გირჩევნია, რომ თქვა, რომ ყველაფერი კარგად კომფორტული მდგომარეობა ძალიან ბაშკაცურად მოვიქეცი იქ, არასდროს არ შემშინებია, ძალიან პატარიდან დაწყებული და უფრო რთული საკითხები დამთავრებული, ხო? და სწორედ ეს ქრისტიანობა მაგას გადაგებს, რომ პირიქით შენ კი არ უნდა დამალო ეს არასწორი, თქვათ, მოქმედებები თუ ფიქრები თუ სხვადასხვა მოვლენები, პირიქით შენ ეს უნდა აღიარო და შენ თავს აპატიო ფაქტიურად, რომ ამისი არ უნდა შეგეშინდეს. ხო, აი ფსიქიატრიაში ხო ესეა, რომ თავარი ერთ-ერთი ისეთი მიმდინარეობა არის, რომ შენ ყვები რა გაწუხებს. გამოგაგ და ამას აღარ მალავ. და ეს არის ერთ-ერთი გზა აი ამ პრობლემის დაძლევისა. ზუსტად ასევეა, როგორც ინდივიდუალურ ადამიანებში, ასევე მთელ ერშიც. და იცით რა არის, აი მე აი თავარი ჩემი, ასე ვთქვათ, სათქმელი, შეიძლება ასე ითქვას, რომ ის ხელისუფლება, რომელიც თავის თავს კრიტიკულად არ უყურებს, არის ძალიან სუსტი. და პირიქით, ხელისუფლება, რომელიც თავის თავს კრიტიკულად აღიქვავს, იღებს შენიშვნებს და ამაზე მუშაობს, აი ეს არის ძლიერი და სერიოზული წარმატების მომტანი. აი ძალიან მარტივია მე მგონი. და ეს მარტო ხელისუფლებას არ ეხება, ეს ეხება სხვადასხვა რგოლს, ხო? რაც შორის საზოგადოებასაც. პირველ რიგში მე ვფიქრობ საზოგადოებას. ამიტომ რა ვიცი, შეიძლება აი თუნდაც აი ყველაფერი რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, შეიძლება ამის ძალიან მშვიდი, მოდი ასე ვთქვათ, და ყოველგვარი სიძულვილის გარეშე. ყველაფერი ამას ეხობება სიძულვილი. როგორც კი ჩდება სიძულვილი, იქ ეს არის სიბრმავე ყველა მხრიდან და დაუნახაობა და ფაქტიურად ჩიხში მოქცევა. და პირიქით თუ შევესწრებით რაღაცა გავიგოთ, ერთმანეთს გაუზიაროთ, მივიღოთ გარკვეულწილად რაღაც შენიშვნები, ეს არის მშვენიერი გზა განვითარებისთვის და მე ძალიან მწამს, ღრმად მწამს, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. უბრალოდ ეხლა არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ერისთვის ძალიან მძიმე და ეს გაღიზიანებაც, ეს ძალიან რთული ხო გავიდა წლეულები რა ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და პრაქტიკულად მაინც ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის ბოლომდე გაგება, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის სიყვარულზეც აღარ მაქვს საუბარი და ეგ ალბათ პრობლემა სწორედ ამაშია, რომ გადაგვავიწყდა მთავარი რამ, რაც 1700 წლის წინ ვაღიარეთ. აი ამის ერთი. რატო გეუბნებით ამას ბატონ გახეცით, აი თქვენი დასმული აქცენტები ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია, მე ვფიქრობ ამას ყველა ყურადღება უნდა მიაქციოს. მაგრამ პრობლემა ჩდება ცოტა სხვა ადგილასა, როდესაც რაღაცა რაც მე მგონია კარგი,
ის თქვენ კარგი არ გონიათ და პირიქით, რაც თქვენ მიგაჩნიათ სიცუდეთ, ის მე არ მიმაჩნია სიცუდეთ. ანუ დავედით იქამდე, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საზომები. ჩემ საზომში რაღაცა არ ჩდება, არ თავსდება, იმ დროს, როდესაც ეს თქვენ საზომში სულიად თავსდება. დავდივართ იქამდე, რომ 1700 წელი სინამდვილეში არის იმისი აღიარება თუ რითი უნდა გავზომოთ. ჩვენ ერთი საზომი მივიღეთ. ეს იყო და არის იესო ქრისტე და მისი სწავლება. ანუ მე და თქვენ 1700 წლის წინ, არა მარტო 1700 წლის წინ, მაგრამ ჩვენ ახლა აი ამ თარიღის გარშე გავტრიალებთ. მანამდე მოსამზადებელი. მაგრამ გავერთიანდით ხედვაში. გავერთიანდით იმაში, რომ რაღაცა უნდა იყოს კარგი და რაღაცა უნდა იყოს ცუდი. ანუ ჩვენ ერთად ვაღიარეთ რა არის სიცუდე და რა არის სიკარგე. აი დღეს, როდესაც სეკულარული სამყაროა, არის საზოგადოების ნაწილი, რომლისათვისაც სრულებედაც არ წარმოადგენს სიცუდეს, ის რაც ქრისტიანულ საზომში არ ჯდება. და მასთან, როდესაც საუბრობთ, მასთან საუბარი უბრალოდ ხდება ძალიან რთული, ვინაიდან სხვანაირად ხედავს, აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვავს. მისთვის არ არის ფასეული ის, რაც ფასეულია თქვა თქვენთვის, როგორც პიროვნებისათვის, რომლისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია 1700 წლოვანი ეს თარიღი. მისთვის შეიძლება ეს სულ არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ რა მინდა ბატონ კახა მიკითხათ, აი საით მინდა წავიყვანო ჩვენი საუბარი, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ 1700 წელს ამ ისტორიას ხო ვერ უარყოფს, ეს ხო ფაქტია. ეს ხო არის ის, რაც ჩვენ ვატარეთ, ეს არის ის, რაც ჩვენთან დარჩა. და ეს არის ის, მოდი, ცოტა ხმამაღლა ვთქვათ, რაც ცოტა ხნის წინ ჩვენი წინა პატრიარქის გასვენების და იმ გლოვის დღეებში მთელი ერთობით და მთელი სიძლიერით გამოიხატა. უნდოდა თუ არ უნდოდა, მოსაწონი იყო თუ არ იყო მოსაწონი, მისმა უწმინდესობამ ნეტარხსენებულმა ილია მეორემ თავისი გარდაცვალებით რაღაცნაირად წერტილი კი არ დასვა, რაღაცნაირად ძახილის ნიშანი დასვა და აი ეს აქტი, საყოველთაო ერთობის აქტი, სადაც თქვენი თქმის არ იყოს ჩვენი სასიკადულო ძმები და თანამემამულეები, სხვადასხვა რელიგიის და სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, რამხელა თანადგომა გამოხატეს, რამხელა ძმობა, რამხელა ერთგულება გამოხატეს რისადმი, აი 1700 წლის გადაწყვეტილებისადმი. გეთახვები ძალიან მე ხლა თქვენ რომ დაიწყეთ საუბარი, მე მინდა ერთ საკითხს მივაქცევ ყურადღება. რა თქმა უნდა ძალიან რთულია, როდესაც დიამეტრალურად განსხვავდება შეხედულებები, განსაკუთრებით ძირითადი ფასეულობები. ეს ისეთი რამეა, რა ძალიან უშლის ხელს ყოველგვარ დიალოგს და რაღაც ურთიერთობას, მაგრამ აი თქვენ რომ საუბრობდით, მოდით ესეთ სურათი დავინახე, რომ აი ეს ხომ არ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკლესიისა, რომ სწორედ ამისკენ მოუწოდოს. რომ მოდი ვისაუბროთ ღიად. ძალიან საინტერესო იქნება ეს, რომ ეკლესია იყოს ძალიან აქტიურად ჩართული აი ამ ურთიერთობების თუნდაც გარკვეულწილად შემსუბუქებაში. ეს ერთი, რომელიც უცებ რაღაცა წარმოვიდგინე, იმიტომ რომ ეს ვფიქრობ, რომ აი როგორ უნდა წარმართოს ეკლესიამ ზოგადად, აი როგორც დიდმა უზარმაზარმა ინსტიტუტმა ეს თავისი მოღვაწეობა. და ეხლა რაც შეეხება აი ამ უწმინდესი ჩვენი პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას მე არ მინახია ადამიანი, რომელიც არ იყო აი მოცული აი ამ გლოვით. მართლა აი იცით იმ დღეს ახაცა მაღაზიაში შევედი, იქ რაღაცა უბრალო ადამიანებიდან დაწეული სულ ყველა იყო გამშვალული და ეს ერმა გამოაჩინა. და როგორი პატივისცემა იგრძნობოდა იმ სხვა ხალხში,
რა უცნაურია რომ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი ყველამ წაიყვანა თავისაც ან არ შეეძლო ბავშვი დატოვება ან უნდა რომ ბავშვი დასწრებოდა ის ბავშვებიც კი ჩუმად იყვნენ იმიტომ რომ განიმსჭვალენ აი ამ საყოველთაო განცდით რომ რაღაცა ხდება და ბავშვი არაჩვეულებრივად გრძნობს ამ იმ სიტუაციას და ატმოსფეროს რომელსაც ვერანაირი მოწოდებით და ვერანაირი ლოზუნგით ვერ შექმნი ეს ან არსებობს ეს ატმოსფერო ან არა და უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ სწორედ თავისი მთელი ცხოვრებით აი ეს რაღაცნაირად გაატარა აი 59 წლის განმავლობაში და უცებ როცა ის გარდაიცვალა მიუხედავად იმისა რომ უკვე ძალიან სუსტად იყო და ძალიან ფიზიკურად ვერ იყო კარგად უცებ ყველა მიხვდა რომ ძალიან დიდი საყრდენი გამოგვეცალა ყველას სულ ყველას ეს სხვადასხვა ფენის სხვადასხვა მოსაზრების და შემდეგ ადამიანებს და წარმოიდგინეთ აი მართლა როგორ იფეთქა მე ესე ვიტყოდი იფეთქა ამ ერთ სულოვნება აი იმ დღეებში ძალიან საინტერესო იყო აი როდესაც დიდი მოღვაწე თავისი მოღვაწეობით და მე თავისი გარდაცვალებით უზარმაზარ მუხტს აძლევს თავის ერს და თავის შვილებს რომელსაც ემსახურება აი ალბათ მე თქვენ გეთანხმებით ბატონ გახარ როდესაც საუბარი გვაქვს იმაზე რაც ჩვენ გვაერთიანებს უნდა დავსვათ კითხვა რა არის ის რაც გვაერთიანებს რაღაცა გვაერთიანებს ხო და რა არის ის რაღაც არის ეს სოციალური პროგრამა პოლიტიკური პროგრამა ფილოსოფიური მიმდინარეობა თუ არის რაღაცა ის რაზეც რა შეხედულებისაც არ უნდა ვიყო რა დამოკიდებულებისაც არ უნდა ვიყო რა სიმპათიებიც არ უნდა მომოძრაებდეს უბრალოდ თვალს ვერ დაუხუჭავ უბრალოდ ვერ უარყოფ ეს არის ის რომელიც მიუხედავად ყველაფრისა დარჩა და ამ ყველაფერში შეიძლება ვიგულისხმო გადავხედო არა მარტო ჩემ ისტორიას, არამედ ისტორიას, რომელიც ჩემ გარშემო ვითარდებოდა. აი ბატონ გახა თქვენ როგორც აი თქვა საერთაშორისო ურთიერთობებში ესეთ გამოცდილი ადამიანი. აი როგორ ფიქრობთ 1700 წლის წინ გაკეთებული განცხადება, ქართული ერთობის განცხადება და 1700 წლის მერე ამ განცხადების გახსენება და მე ვფიქრობ ეს გახსენებაც არ არის, მე ვფიქრობ ეს არის კიდევ ერთხელ გაკეთებული განცხადება და დადასტურება. აი ეს ჩვენ შიგნით და ჩვენს გარეთ რას ნიშნავს? რა მაშინ 1700 წლის წინ ჩვენ ამით რა ვთქვით, რა უთხარით სამყაროს და როგორ გაიგო ეს სამყარო და დღეს ამით რას ვეუბნებით და რა მოლოდინი უნდა გქონდეს დღეს რას გაიგებს მე მაინც ბატონო გიორგი მე მაინც მიმაჩნია რომ რა თქმა უნდა შეიძლება გარკვეულწილად პასუხის გაცემა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი უწყვეტია აი ის რომ 1700 წლის წინ ჩვენ რაღაცა ესეთი უზარმაზარი განცხადება გავაკეთეთ ეს ამით ის აქტი არ დასრულებულა. დიახ. ეს არის უწყვეტი განვითარება არ შეიძლება შეჩერდეს, ხო? განვითარების შეჩერება არის სიკვდილი. და ასე თქვა დასასრული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ზუსტად იმ პროცესში ვართ ახლა. ეხლაც ზუსტად ის პრობლემები გვაქვს, რაც რა თქმა უნდა სხვანაირი სახით თქვა სხვანაირი ტექნიკური ასე თქვა შესრულებით და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ზუსტად იგივე პრობლემა აქვს. ზოგადად მთელს კაცობრიობას ზუსტად იგივე პროცესი აქვს. რა არის გარდაცვალება? რა მელოდება? ხო? როგორ უნდა ვიცხოვრო, რომ იქ რაღაცა შედარებით უფრო იოლად გადამხდეს. როგორ უნდა მოვიქცე? ზუსტად იგივე საკითხებია. იცვლება ფორმა, რა თქმა უნდა, ხო? ჩათვლობის, თქვა, ჩვენი ყოფის, აი ტექნიკის და შემდეგ, მაგრამ სულიერი სამყარო ხო იგივეა. სულიერი სამყარო არ შეცვლილა. ზუსტად იგივე, რაც აღწერილია
წმინდა სახარებაში ზუსტად იგივე ხვდებით, რა თქმა უნდა, პატარა განსხვავება. პრობლემები აბსოლუტურად იგივე გაუგებრობა, იგივე სიძულვილი, იგივე ზიზღი და ასე შემდეგ. სხვისი დადანაშაულება, რომ შენი თავისგან მოიშორო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის უწყვეტი და ეს ერთი მხრივ მე პირადად მახარებს. ესე იგი, საქმე კიდე გასაკეთებელია. ეს არ არის, რომ აი 1700 წლის წინ ჩვენ რაღაცა გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენმა დიდმა მეფემ და დიდმა დედოფალმა ის დაგვიდასტურეს და ამითი ჩვენ შეგვიძლია ხა მხარდაჭერაზე წამოვწვეთ და არხეინად ვიცხოვროთ. არა, ეს გრძელდება, იმიტომ რომ ეს არის დაუსრულებელი გზა აი ამ სრულყოფისკენ. რასაც გვასწავლის ქრისტიანობა. და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე სწორედ ამის უზარმაზარი მაგალითია. სიყვარულის, თავგანწირვის, სიკეთის, სითბოსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც კი ეს რწმენა გაძლიერდება, ძალიან გარწმუნებთ, რომ როგორც კი ერში აი ეს რწმენა უფრო მეტად, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რამდენი ის არის ცდუნება. ზოგი ფიქრობს, არა, რა სისულელია, კაცო, ეხლა ვიცხოვროთ, რაც მთავარია და ეხლა მივიღოთ ყველაფერი. და როდესაც ესეთი რწმენა გაძლიერდება, მერწმუნეთ, რომ უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს პრაქტიკულად გადაუწყვეტელად გვეჩვენება, ელემენტარულად გაქრება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი რომ დავიწყოთ აი 1700 წლის თავზე ფიქრით. ეს ისე მოგვიყვანს სახარებამდე, სახარისეულ სიბრძნეზე, თვითონ მაცხოვრის ასე ვთქვათ, იმ არაჩვეულებრივ არსებობასთან, რომელიც მან გაიარა. და იმ თავგანწირვისთვის, რომელიც მან ჩვენთვის ჩაიდინა. ფაქტიურად თავისთავი შეგვწირა ჩვენ წოდებს, ჩვენი წოდები აიღო და ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გადაგებდა სიყვარულს, სიკეთეს, არა მარტო ადამიანი, რა თქმა უნდა, სიკეთეს და სიყვარულს გადაგებდა და ჯვარს აცვეს. და ეს ხო ჩვენი დანაშაულიც არის. და როგორც კი ჩვენ აი ესეთი სახით შევხედავთ, აი ამ მოვლენებს, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, მე მგონი ძალიან ბევრი რამე ჩვენ გვჭირდება გაზიარებული ღირებულებათა სისტემა. ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად გაზიარებული ღირებულებათა სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ შეიძლება მე ვფიქრობ ასე, თქვენ ფიქრობთ ისე, მაგრამ არის რაღაცა ღირებულება, არის რაღაცა, რომელიც საყოველთაოა. თავხდებით. ხო, ეს არ არის პატარა განსხვავებები დასაშვებია, ეგ არ არის. ხო, მაგრამ აი ფუნდამენტი რა რაც არის, რაც განსაზღვრავს ჩვენი ერის იდენტობას. მე მაინც ვფიქრობ, რომ აი სწორედ ქრისტიანობა ის ჩვენ რასაც ახლა ვსაუბრობთ, ხო მთელი აი ამ ხნის განმავლობაში. ეს ძალიან მისაღებია. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ხშირად დავდივართ რეგიონებში. და ეხლა დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, ვერ წარმოვიდგენ როგორი ენთუზიაზმია და როგორი სიყვარული და როგორი სიკეთე. სულს ჩვენ აი ამ სულს, აი სულფებს აი იმ დარბაზებში თუ ღია ცისქვეშ, როდესაც ვატარებთ ამ შეხვედრებს. ვერ წარმოვიდგენთ. არა, აი ქუთაისში იყო არაჩვეულებრივი, ბათუმში იყო, აქ ვიყავით მცხეთაში, დუშეთში და ეხლა უნდა მოვიაროთ მთელი საქართველო. არანაირი პრობლემა აი ამ ჩვენი საუბრისგან გამომდინარე და აი ამ საკითხებთან გამომდინარე არ არსებობს. და ყველაფერი არის ეს ხანაირად მოტანილი ემოციურობის გამო, გადაჭარბების გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როდესაც შენ ჩადიხარ აი ამ სიღრმეებში, ისე ვიმეორებ, არანაირი პრობლემა არ არსებობს. კი შეიძლება ვიღაცა არ მოიწონოს, გავიდეს, მაგრამ ეს არის მართლა ერთეულები. რომელიც ყოველთვის იქნება. რომ ეგ ბუნებრივიც არის,
მრავალფეროვანი შექმნა ღმერთმა ქვეყანა, ზოგი ასეთი უნდა იყოს, ზოგი ისეთი, სწორედ ამ მრავალფეროვანებაშია სილამაზე და სიმდიდრე და თვითონ მოსახლეობაში გარწმუნებთ, არანაირი პრობლემა არ არის. დაწყებული ისეთი მაღალ ჩინოსნებიდან და ძალიან უბრალო ადამიანები დამთავრებული. მე ამას პირადად ასე ვთქვათ, შევსწრები ვარ და ჩვენი ჯგუფი, რომელიც დადის და ეხლა კიდევ უფრო უნდა გავაფართოვოთ ეს მოღვაწეობა, ამით მინდა დაგამშვიდოთ, რომ შესაძლებელია ძალიან ბევრი რამის მიღწევა. პრაქტიკულად თქვენ თუ სწორედ გავიგებ, ბრძანებთ კომუნიკაციის პრობლემაზე დავდივართ იმ პრობლემამდეც, რომ ვიღაცას უნდა, ვისაც შეადაწყურია ეს ყველაფერი, უნდა მივაწოდოთ უბრალოდ და კომუნიკაცია გქონდეს, ანუ ვაწვდით ყველაფერს, გარდა იმისა, რაც გაგვაერთიანებს, ხო? ეს ძალიან მშრატო ამბობ ამას ბატონ გახა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ქრისტიანობაზე საუბრობთ, ქრისტიანობის და მისი ეკლესიის ერთ-ერთი მახასიათებელი და უპირობო და აუცილებელი თვისებაა, რომ ის დადის და ქადაგებს. ავრცელებს. აი ჩვენთან როდესაც ანდრია მოციქული შემობძანდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთქმნელი ხატით, აი მისი შემობძანება ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა ერთი მხარიდან მეორე მხარეში, ეს არის ამბის მოტანის მცდელობა და არა მარტო რაღაც ამბის მოტანის, არამედ ამის დათესვის. და ესე დაითესა და ისე შეინახა ქართულმა ერთობამ, რომ საუკუნეების შემდგომ, როდესაც წმინდა ნინო შემობძანდა. დაიწყო ის 1700 წელი, რომელიც დღევანდელ დღემდე არ გაჩერებულა. ხო? რატომ ამბობ ამას? იმიტომ ამბობ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით დღეს ეკლესიის მისიაზე და მე შემოგთავაზეთ გითხარით აი ამბიონიდან, ქადაგება და რა აკლია მეთქი. ალბათ ისაც თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ უნდა მივიტანოთ ეს სიტყვა, ჩვენ უნდა მივიტანოთ ეს ამბავი, ჩვენ უნდა გავახსენოთ ეს ამბავი ყველას. არა ვთქვათ სტუდიაში, არამედ სახლში, ვინც შეგვიპატიჟებს და მეგობრებთან, ახლობლებთან. რატომ ამბობ ამას? იმიტომ ამბობ, რომ ჩვენ არ უნდა, თქვენ კარგად დათქვით ეს ადამიანი ძალიან მომეწონა, არ უნდა ვიყოთ თვითკმარი ჩაკეტილი საზოგადოება, რომელიც კმაყოფილი 1700 წლით. მე ვფიქრობ, უფრო უნდა ვიყოთ უკმაყოფილო. აბსოლუტურად. არა იმით, რომ 1700 წელი, არამედ ის, რომ 1700 წლის მერე კიდე რაღაცა ბევრი რამე არის საკეთებელი, რაც თურმე არ გუკეთებია. და თურმე საკეთებელი გვაქვს. და შესაბამისად აი ეს მისვლა, დათესვა, გახსენება და დიალოგი. მე მგონი ეს ძალიან შესაძლებელია და არაფერი ისეთი აქ არ არის ისეთი შეუძლებელი, რომლის მიღწევა იყოს რთული. უბრალოდ ჩვენ განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებსაც რაღაც გარკვეული გამოცდილება აქვთ, კარგად უნდა გაიაზრონ და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამის მიღწევა. და ჩვენ თან სწორედ ეს 1700 წლის თავი გვავალდებულებს, რომ აი ეს სიტყვა მიუტანოთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ადამიანებს და გარწმუნებთ, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით იღებენ აი ამ მოვლენას. და არანაირი ისე გავიმეორებ ეს ჩვენთვის ისეთი საოცარი აღმოჩენა იყო, რომ ვერ წარმოიდგენთ როგორი სითბო და როგორი სიყვარული სუფევს აი ამ შეხვედრების დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას. ხო? თვითონ მეორე ხარისხოვანი აი როგორ მიუტან, როგორ ეწყვის, რამდენად გჯერა შენ თვითონ. და თუ ეს ყველაფერი რაღაცნაირად მეტნაკლებად არის, მაშინ ეს გადის და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე პირდაპირ ესეთი გზნობა მაქვს ხოლმე, რომ აი მათ რო ვესაუბრებით, რომ პირდაპირ იმის სულში ვახტევთ თითქოს. და მიდის და ძალიან სასიამოვნოა. ამიტომ მართლა ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი და თუ რამე არ კეთდება, ჩვენ თავს უნდა ვადანაშაულებდეთ. მაგრამ ჩვენი
საუბრის დასასრულს ძალიან წუხარ, მაგრამ ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, მაგრამ რაღაც უნდა დავასრულოთ რაღაცა მომენტში. ერთი ასეთი ერთი შეხედვით შეიძლება არც იყოს, მაგრამ მაინც მოულოდნელი კითხვა. 1700 წელი. დაასახელეთ ისტორიული ფიგურა, რომელსაც გამოკვეთდით ამ 1700 წლის პერიოდში. ეს ერთი. ვისაც გამოყოფდით. ბევრი არიან, მაგრამ იმ ბევრიდან ერთი. რა თქმა უნდა დავით აღმაშენებელი. რა თქმა უნდა. იცით, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ დავით აღმაშენებელი მე ძალიან მიყვარს ხოლმე ეხლა ადამიანებზე კონკრეტულად ფიქრი, ისე კი არა რა, წარმოვიდგინოთ როგორ ცხოვრობდა, წარმოვიდგინეთ, როდესაც მიდიოდა საომარი კომპანია იწყებოდა, საპალნეებით, ესე იგი, წიგნებით სავსე თელი ეს მოყვებოდა სასიდრები, იმიტომ რომ კითხულობდა რას? დიდი ომის როგორ გაიმარჯვეს განსაკუთრებული ომი, მაშინაც იყო და ან როგორ დამარცხდა სულად მოულოდნელად. ანუ ადამიანი წარმოიდგინე, როგორ დიდ გამოცდილებას იღებდა გარდა ყველაფრისა. და ადამიანი, რომელსაც აი ამდენი საქმე გააკეთა, იყო არაჩვეულებრივად თავდაბალი და როგორც ანა კალანდაძის ცნობილ სიტყვაში, რომ ფეხი დავაძგით გულზე ყოველ. ანუ ის არ თვლიდა თავის თავს არანაირ დიდ მოღვაწედ, ამბობდა რომ აი აქ უნდა ვიყო შესასვლელში, რომ ყველა ფეხი დამადგას. წარმოიდგინეთ რა ადამიანი და რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე. და ჩვენ როდესაც ვახსენებთ დავითს, ჩვენ ალბათ უნდა ვახსენოთ არა ის რა გააკეთა დავით, არამედ ის როგორ გააკეთა და როგორ გააკეთა. ეს არის, თუ ჩვენ გვაქვს ასეთი ხიბლი, რომ ჩვენ ყველას მოგწონს დავითის, ყველას გვინდა რომ დავითი საქართველოს აღდეს, მაგრამ როდესაც იწყება საუბარი გზაზე, როგორ უნდა გააკეთეს, აი აქ უკვე მაგრამ ძალიან საინტერესო შენიშვნა, იქ გვახსოვს მისი მოვლენები აი რუისუბლისის კრებაზე და შემდეგ. მაგრამ მაინც ერთის თავარი არის რომ წარმოიდგინეთ აი ესეთმა ადამიანმა რომელს ამდენი რამე გააკეთა დაწერა მე გალობანი წინა. ამაში ესაკ. და რომელს თქვა რომ ღმერთო მაპატიერო მე არაფერი არა ვარ და ამიტომ მივიღეთ დავითის საქართველოს რომ საოცარი წინაპირობები იყო ეს. ამიტომ ამას გაუსვი ხასი და ბოლოს ბატონო გახა მე მინდა დაგისვათ კითხვა და მე არ მინდა მიპასუხოთ მე ვთქვა და ჩვენს დიალოგის ფარგლებში. მე მინდა უპასუხოთ მსმენელს და განსაკუთრებით მომავალ თაობას. როგორ გაგრძელდება 1700 წლის მერე ქართული ერთობა, რა გადაგვარჩენს? რა გაგვიყვანს სამშვიდობოზე? მე ვფიქრობ, აი, სწორედ ახალგაზრდებს გულისხმობ, რომ აუცილებლად მათი დიდი ნაწილი აი ამ წიაღს დაუბრუნდება, ქრისტიანული რწმენის წიაღს. დარწმუნებული ვარ ამაში და ეს გადაგვარჩენს სწორედ. იმიტომ რომ მე ესე ვფიქრობ, რომ ეხლა არის გარკვეული შიმშილი, აი სულიერი სამყაროსი. ხო, ამ ტექნიკამ მობილურებმა და რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და თქვენი თმის არ იყოს კიდე როგორ შეიძლება კაცმა არ იცის. ეს იწვევს გარკვეულ შიმშილს აი ამ სულიერი სამყაროსკენ. ამიტომ რაღაც მომენტში მიუხედავად განვითარებისა და მიუხედავად იმ დონისა, რომელსაც კაცობრიობა მიაღწევს და რა თქმა უნდა მიაღწევს, აუცილებლად გაჩნდება ინტერესი და სურვილი აი ამ რწმენისადმი და აი იმ სამყაროსადმი, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს და ყველა ჩვენთაგანი გრძნობს. უბრალოდ გვაკლია ხანდახანების ყოფა არ ყოფნის, რომ ამას უფრო მეტი დრო დაუთმოთ და მეტი ენერგია და ის ახალგაზრდები აუცილებლად დაბრუნდებიან და ბევრად უფრო დიდი სიძლიერით მოხდება აი ასე ვთქვათ აყვავება აი ამ სამყაროსი. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მოუწოდებ, რომ ეს ახსოვდეთ, როდესაც ეს მოხდება.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა მობრძანებისათვის, საინტერესო საუბრისათვის. ჩვენ კი კვლავ დაბრუნდებით სხვა სტუმართან ერთად თავარი თემის გარშემო. გავარკვევთ იმას, რაც გვაერთიანებს. თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი, მოგეწონათ ის თემა, დაინტერესდით ამ ყველაფრით, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვები, ვეცდებით გიპასუხოთ, ვეცდებით უყურადღებოთ არ დავტოვოთ არც ერთი თქვენი კითხვა.